უფალი კრიშნა ქალაქ ინდრაპრასთაში. დიადი ბრძენი ნარადასა და უფალი კრიშნას სხვა თანამგზავრების თანდასწრებით უთავამ ვითარება გაარჩია და თქვა: ჩემო ძვირფასო უფალო, უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძე გითხრა, რომ დიადმა ბრძენმა ნარადა მუნიმ ჰასტინაპურაში წასვლა გთხოვა მეფე იუთიშთირას შენი ბიძაშვილის დასაკმაყოფილებლად, რომელიც დიდი მსხვერპლშეწირვის რაჯასუიას შესასრულებლად ემზადება. ამიტომ ვფიქრობ, შენი მეუფება დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს და მიეხმაროს მეფეს ამ დიდ საქმეში, მაგრამ თუმცა ბრძენი ნარადას მიპატიჟება ყველაზე მნიშვნელოვანია, ამავე დროს, ჩემო უფალო, მინდობილი სულების დაცვა შენს მოვალეობას წარმოადგენს. ორივე მიზნის განხორციელებას შევძლებთ, თუ კი მთელს ვითარებას გავაანალიზებთ. ვიდრე ყველა მეფეზე არ გავიმარჯვებთ, რაჯასუია მსხვერპლშეწირვას ვერავინ შეასრულებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გვესმოდეს, რომ საუმრად განწყობილ მეფე ჯარასანთაზე გამარჯვების მოპოვებამდე მეფე იუთიშთირა ამ დიდი მსხვერპლშეწირვის შესრულებას ვერ შეძლებს. რაჯასუია მსხვერპლშეწირვის შესრულება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ყოველ მხრივ გამარჯვებულია. ამიტომ ორივე მიზნის განსახორციელებლად პირველ რიგში ჯარასანთა უნდა გამოვასალმოთ სიცოცხლეს. ვფიქრობ, თუ როგორმე ჯარასანთას დავამარცხებთ, ყველა ჩვენი მიზანი თავისთავად მიიღწევა. დატყვევებული მეფეები განთავისუფდებიან და ჯარასანთას მიერ დატუსაღებული უდანაშაულო მეფეების დახსნის შემდეგ ჩვენ დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს შენი ტრანსცენდენტული დიდების გავრცელება. მაგრამ მეფე ჯარასანთა არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. თვით დიადმა მებრძოლებმაც უკან დაიხიეს მის წინაშე, ვინაიდან მისი ძალა 10,000 სპილოს ძალის ტოლია. ერთადერთი, ვისაც ამ მეფის შეპყრობა შეუძლია, ფიმას მენაა, ვინაიდან ისიც 10,000 სპილოს ძალას ფლობს. უმჯობესი იქნებოდა, თუ კი ფიმას მენა მარტო შეებრძოლებოდა მას, მაშინ აღარ მოხდება მრავალი მეომრის უსარგებლო ხოცვა. ძალიან გაგვიჭირდება ჯარასანთას დამარცხება, თუ მას თავის მებრძოლთა აქშაუჰუინები გაუმაგრებენ ზურგს. ამიტომ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით უფრო ხელსაყრელი ტაქტიკის არჩევა გვიჭობს. ჩვენ ვიცით, რომ მეფე ჯარასანთა ბრაჰმანების დიდი ერთგულია. იგი უხვად ურიგებს მათ მოწყალებას და თხოვნაზე უარს არასოდეს ეუბნება. ამიტომ ვფიქრობ, ფიმას მენა ბრაჰმანად გადაცმული უნდა მივიდეს ჯარასანთასთან, მოწყალებას თხოვოს და შემდეგ პირადად შეებრძოლოს. ვფიქრობ, ფიმას მენას გამარჯვების უზრუნველსაყოფად მას შენი მეუფება უნდა ახლდეს თან. თუ ბრძოლა შენი თანდასწრებით წარიმართება, დარწმუნებული ვარ, ფიმას მენა მოიპოვებს გამარჯვებას, რამე თუ შენი ყოფნა შეუძლებელსაც შესაძლებელს ხდის. სინამდვილეში უფალი ბრაჰმა ქმნის სამყაროს, ხოლო უფალი შივა კი უბრალოდ შენი გავლენით ანადგურებს მას. სინამდვილეში შენ ქმნი და ანადგურებ მთელ კოსმიურ გამოვლინებას. უფალი შივა და უფალი ბრაჰმა კი მხოლოდ გარეგნულად ხილული მიზეზი არიან. შექმნა და განადგურება სინამდვილეში უჩინარი დროის ფაქტორის, შენი უპიროვნო წარმომადგენლის ძალით სრულდება. ყველაფერი დროის გავლენას ემორჩილება. თუ კი შენს უჩინარ დროის ძალას უფალი ბრაჰმასა და უფალი შივას მეშვეობით ასეთი საოცარი მოქმედებების შესრულება შეუძლია, განა შენი პირადი თანხლება არ დაეხმარება ფიმას მენას ჯარასანთას დამარცხებაში? ჩემო ძვირფასო უფალო, როდესაც ჯარასანთა სიცოცხლეს გამოესალმება, დატყვევებული მეფეების დედოფლები ისე გაიხარებენ შენი წყალობით ქმრების განთავისუფლების გამო, რომ შენს სადიდებლებს იმღერებენ. ისინი ისევე ნასიამოვნები იქნებიან, როგორც შანქასურას ხელიდან დახსნილი გობები. დიადი ბრძენები, სპილოთა მეფე გაჯენდრა, ბედის ქალღმერთი სიდა, თვით შენი მამა და დედა, ყველა შენმა უმიზეზო წყალობა მიხსნა. ჩვენც ასე გავთავისუფლდით და მუდამ შენს ტრანსცენდენტულ სადიდებლებს ვმღერით. ამიტომ ვფიქრობ,
თუ პირველ რიგში ჯარასანთა განადგურდება, ყველა სხვა პრობლემაც თავისთავად მოგვარდება. რაც შეეხება ჰასტინაპურაში რაჯისუია მსხვერპლშეწირვის ჩატარებას, იგი დატყვევებულ მეფეთა ღვთისმოსავი საქმეების მადლით ან ჯარასანთას უხდო მოქმედებების გამო შესრულდება. ჩემო უფალო, ჩანს პირადად მოგიხდება ჰასტინაპურაში წასვლა, რათა ჯარასანთასა და შიშუპალას დარი დემონი მეფეები შეიპყრო. ღვთისმოსავი ტყვე მეფეები გაათავისუფლო და დიდი რაჯასუია მსხვერპლშეწირვა შეასრულო. თუ გავითვალისწინებთ ყველა ამ ვითარებას, ვფიქრობ, შენი მეუფება დაუყოვნებლივ უნდა გაემართოს ჰასტინაპურაში. დამსწრეებმა მოიწონეს უთავას რჩევა. ყველამ ჩათვალა, რომ უფალი კრიშნას ჰასტინაპურაში წასვლა ყოველმხრივ სასიკეთო იქნებოდა. დიადმა ბრძენმა ნარადამ, იადუს დინასტიის უფროსებმა და თავად ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ კრიშნამ მხარი დაუჭირეს უთავას განცხადებას. შემდეგ უფალმა კრიშნამ ნებართვა აიღო მამისგან, ვასუდევასგან და ბაბუა უგრასენასგან და მაშინვე უბრძანა თავის მსახურებს დარუკასა და ჯაეტრას ჰასტინაპურაში გასამგზავრებლად მომზადებულიყვნენ. როდესაც ყველაფერი მზად იყო, უფალი კრიშნა ცალკე გამოემშვიდება უფალ ბალარამას და იადუს მეფე უგრასენას. გაამგზავრა დედოფლები და ბავშვები, თან გაატანა აუცილებელი ნივთები და ავიდა თავის ეტლში, რომელიც გარუდას გამოსახულებიანი დროშით იყო მორთული. ვიდრე დაიძვრებოდნენ, უფალმა კრიშნამ დააკმაყოფილა დიადი ბრძენი ნარადა. მიართვა რა მათ თაყვანისცემის სხვადასხვა საგნები. ნარადაჯის კრიშნას ლოტოსის ტერფებთან დაცემა სურდა, მაგრამ ვინაიდან უფალი ადამიანის როლს თამაშობდა, მან მხოლოდ თავის ჭკუაში გამოხატა თაყვანისცემა და გულში უფლის ტრანსცენდენტულ ფორმაზე ფიქრით დატოვა საკრებულო სახლი და ჰაერში აიჭრა. ჩვეულებრივ ბრძენი ნარადა დედამიწას ფეხს არ ადგამს, არამედ სივრცეში დამოგზაურობს. ნარადასთან განშორების შემდეგ უფალმა კრიშნამ ტყვე მეფეთა შიკრიკს მიმართა და უთხრა, რომ დარდი არ ჰქონოდათ, ვინაიდან სულ მალე მოუღებდა ბოლოს მაგათას მეფეს ჯარასანთაც. კრიშნამ წარმატება უსურვა ყველა ტყვედ მყოფ მეფესა და მათ შიკრიკს. უფალი კრიშნას მიერ დარწმუნებული შიკრიკი დატყვევებულ მეფეებთან დაბრუნდა და მოახსენა მათ, რომ სულ მალე უფალი ჩამოვიდოდა. ამის მოსმენამ მეფეები გაახარა და მათ მოუთმელად დაიწყეს უფლის ლოდინი. უფალი კრიშნას ეტლი სხვა ეტლებთან, სპილოებთან, ცხენოსან ლაშქართან, ქვეით ჯართან და სხვა სამეფო მხლებლებთან ერთად დაადგა გზას. ყველგან ისმოდა საყვირების, დოლების, დავთაფების, ნიჟარების, რქებისა და ბუკების სასიკეთო ხმა. 16,000 დედოფალი ბედის ქალღმერთ რუკმინიდევის, უფალი კრიშნას იდეალური მეუღლის მეთაურობით და თავიანთი ვაჟების თანხლებით უკან გაჰყვა უფალ კრიშნას. მათ სამკაულებით მორთული ძვირფასი სამოსელი ეცვათ. სხეულზე სანდლის ხის ნელსაწყებელი ესვათ. ყელზე სურნელოვან ყვავილთა გირლანდები ეკედათ. აბრეშუმით დროშებითა და ოქროს მაქმანით მორთული ტახტემლებით უკან მიჰყვებოდნენ თავიანთ ამაღლებულ ქმარს, უფალ კრიშნას. ქვეით ჯარისკაცებს ხელში ფარები, ხმლები და შუბები ეჭირათ და დედოფლებს სამეფო მცველებლად ედგენ. პროცესიის ბოლოს მიდიოდნენ უფალი კრიშნას თანხლებდა ცოლები და ბავშვები, აგრეთვე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. უამრავი სასაპალნე ცხოველს, ხარებს, კამეჩებს, ჯორებსა და ვირებს მიჰქონდათ კარვები, ლოგინები და ხალიჩები. მათ აქლემების სურგებზე დადგმული ტახტრევნებით ქალები მიჰყვებოდნენ. ამ შთამბეჭდავ პროცესიას თან ახლდა ადამიანთა შეძახილი. იგი თვალს ჭრიდა მნახოს, ფერადი დროშებით, ქოლგებით, ჩამარებითა და მრავალგვარი იარაღით, სამოსელით, სამკაულით, ჩაფხუტებითა და საჭურველით. მზის შუქით გაბრწყინებული პროცესია მოგაგონებდათ ოკეანეს უზარმაზარი ტალღებითა და ზვიგენებით. ასე მიემართებოდნენ ჰასტინაპურასაკენ. ახალი დელი, უფალი კრიშნა და მისი თანხლებნი და თანდათანობით მათ გაიარეს ანტრა, გუჯარატის პროვინცია, საუვირას, სურატი სამეფოები, რაჯასანთის დიდი უდაბნო და შემდეგ კურუქშეტრა.
ამ სამეფოებს შორის იყო უამრავი მთა, მდინარე, ქალაქი, სოფელი, საძოვარი და მაღარო. პროცესია იმ ადგილების გავლით მიიწევდა წინ. ჰასტინაპურაში მიმავალმა უფალმა კრიშნამ გზად ორი დიდი მდინარე, დრშვატი და სარასვატი გადალახა. შემდეგ გაიარა პროვინციები, პანჩალა და მასტია და ბოლოს ინდრაპრასრაში ჩავიდა. ღმრთების უზენაესი პიროვნების კრიშნას ჩამოსვლა ყოველდღიური ამბავი როდია. ამიტომ, როდესაც მეფე იუთიშთირამ თავის სატახტო ქალაქ ჰასტინაპურაში უფალი კრიშნას ჩამოსვლის ამბავი შეიტყო, ისე გამხიარულდა, რომ ექსტაზისგან თმა ყალზე დაუდგა და უმალვე გამოვიდა ქალაქიდან, რათა უფალს სათანადოდ დახვედროდა. მისი ბრძანებით გაისმა სხვადასხვა საკრავებისა და სიმღერის ხმა. ქალაქის სწავლულმა ბრაჰმანებმა ხმამაღლა დაიწყეს ვედური ჰიმნების გალობა. უფალი კრიშნა ცნობილია როგორც შრიკეშა, გრძნობების ბატონი და მეფე იუთიშთირა წინ გამოვიდა, რათა უფალი სწორედ ისე მიეღო, როგორც გრძნობები ხვდებიან სასიცოცხლო ცნობიერებას. მეფე იუთიშთირა კრიშნას უფროსი ბიძაშვილი იყო. ბუნებრივია, ძალიან უყვარდა კრიშნა და დანახვისთანავე გულის სიყვარულით აევსო. მას დიდი ხნის განმავლობაში არ ენახა იგი და ყველაზე ბედნიერად თვლიდა თავს, რომ უფალი მის წინაშე იდგა, ამიტომ დიდი სიყვარულით დაუსრულებლად ეხვეოდა კრიშნას. უფალი კრიშნას მარადიული ფორმა ბედის ქალღმერთის სამუდამო სამყოფელია. როგორც კი მეფე იუთიშთირა უფალს მოეხვია, იგი მატერიალური ყოფიერების ყოველგვარი სიბინძურისგან განთავისუფლდა. მან მყისვე იგრძნო ტრანსცენდენტული ნეტარება და ბედნიერების ოკეანეში ჩაიძირა. თვალებით სრემლებით აევსო, სხეული ექსტაზისგან უთრთოდა. სავსებით დაავიწყდა, რომ მატერიალურ სამყაროში ცხოვრობდა. ამის შემდეგ ფიმასმენამ პანდავების მეორე ძმამ გაუღიმა და გადაეხვია უფალ კრიშნას. ფიქრობდა რა მასზე როგორც საკუთარ ბიძაშვიდზე დედის მხრიდან და ისიც ექსტაზში ჩაიძირა. ფიმასმენაც ისეთმა ექსტაზმა მოიცვა, რომ გარკვეულ ხანს დაავიწყდა თავისი მატერიალური ყოფიერება. შემდეგ უფალი კრიშნა თვითონ გადაეხვია სხვა სამ პანდავას, არჯუნას, ნაკულასა და საჰადევას. სამივე ძმას თვალებით სრემლებით ჰქონდა სავსე. არჯუნა კვლავ და კვლავ ეხვეოდა კრიშნას, ისინი ხომ უახლოესი მეგობრები იყვნენ. როგორც კი უფალი კრიშნა გადაეხვია, პანდავების ორი უმცროსი ძმა მისი ლოტოსის ტერფების თაყვანისაცემად დაემხო. ამის შემდეგ უფალმა კრიშნამ თაყვანისცა იქ მყოფ ბრაჰმანებს, ასევე კურუს დინასტიის უფროს წევრებს, ფიშმას, დრონასა და დრიშტარაშტრას. იქ იყო უამრავი მეფე სხვადასხვა პროვინციიდან, კურუდან, სრინჯაიადან, კეკაიადან. უფალი კრიშნა ესალმებოდა და პატივს მიაგებდა მათ. დახელოვნებული მკითხველები, როგორებიც არიან სუტები, მაგატები და ბანდინები, ბრაჰმანების თანხლებით უფლისადმი მოწიწებით აღავლენდნენ ლოცვებს. მსახიობებმა და მუსიკოსებმა, როგორებიც არიან განთარბები, სამეფო მასხარებმა, დოლებზე, ნიჟარებზე, დავთაბებზე, ვინებზე, ბრდანაგებზე და საყვირებზე დაკვრა დაიწყეს და უფალს საამებლად თავიანთ ცეკვის ხელოვნებას უჩვენებდნენ. ამდენად სახელოვანი ღმრთების უზენაესი პიროვნება უფალი კრიშნა შევიდა დიდებულ ქალაქ ჰასტინაპურაში, რომელიც ყოველ მხრივ გამოირჩეოდა თავისი სიმდიდრით. უფალი კრიშნას ქალაქში შესვლისას ყველანი უფლის დიდებაზე ლაპარაკობდნენ, აქებდნენ მის ტრანსცენდენტულ სახელს, თვისებას, ფორმას. ჰასტინაპურას გზაზე, ქუჩებსა და ბილიკებზე გაბრუებულ სპილოებს ხორთუმებით სურნელოვანი წყალი მოესხათ. სახლები და ქუჩები ფერად-ფერადი გირლანდებითა და დროშებით იყო მორთული. მთავარი გზის გადაკვეთაზე ოქროთი შემკული თაღები აღემართათ. თაღების ორივე მხარეს კი წყლიანი ოქროს სურები იდგა. ეს დიდებული მორთულობა ქალაქის სიმდიდრეზე მეტყველებდა. ამ დიდ ცერემონიაში მონაწილე მოქალაქეები აქა-იქ შეგროვილიყვნენ. მათ ფერადი ტანსაცმელი ეცვათ. სამკაულები ყვავილების გირლანდები ამშვენებდათ. სურნელოვანი ზეთები ეცხოთ. სახლებს ასობითა და ათასობით ლამპარი ანათებდა, რომლებიც კარნისებზე, კედლებზე,
სვეტებზე და საძირკველებზე და შვერილებზე იყო მიმაგრებული. შორიდან მათი შუქი დივაპალის დღესასწაულს მოგაგონებდათ. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული, რომელსაც ზეიმობენ წლის პირველ დღეს, ინდური კალენდრის მიხედვით. სახლებში სურნელოვანი საკმეველი იწვოდა, კვამლი ფანჯრებიდან გამოდიოდა და ჰაერს სურნელებით ავსებდა. ყოველი სახლის სახურავზე დროშები ფრიალებდა, იქვე მდგარი წყლის სურები თვალის მომჭრელად ბრწყინავდა. ასე შევიდა უფალი კრიშნა პანდავების ქალაქში. ტკბებოდა რა მისი მშვენიერებით და ნელა მიიწევდა წინ. როდესაც ქალაქის ყმაწვილ ქალებმა გაიგეს, რომ გზაზე მოდიოდა უფალი კრიშნა, ის ვის ნახვასაც არაფერი შეედრება, ამ განთქმული პიროვნებისთვის თვალის შევლება მოიწადინეს. მის სანახავად სიჩქარეში გავარდნილებს თმები ჩამოეშალათ და მაგრად შემოხვეული სარები მოეშვათ. საოჯახო საქმეებს თავი მიანებეს, ხოლო მათ, ვინც ქმრებთან ერთად იყვნენ, მაშინვე მიატოვეს ისინი და ქუჩაში გამოცვიდნენ, რათა თვალი შეევლოთ უფალი კრიშნასთვის. პროცესიას უამრავი სპილო, ცხენი, ეტლი და ქვეითი მებრძოლი მიუძღოდა. ზოგიერთები, რომლებიც ბრბოში რიგიანად ვერ ხედავდნენ, სახურავზე ავიდნენ. ათასობით დედოფალთან ერთად მიმავალი უფალი შრი კრიშნას დანახვით გახარებულები ყვავილებს აყრიდნენ მიმავალთ და ჭკუაში ეხვეოდნენ უფალ კრიშნას და გულთბილად ეგებებოდნენ. როდესაც უამრავ დედოფალს შორის უფალი კრიშნა იხილეს, როგორც მრავალ ნათობს შორის სავსე მთვარე, ერთმანეთში საუბარი გააბეს. ერთმა გოგონამ უთხრა მეორეს: ჩემო ძვირფასო მეგობარო, ერთო ბრძნელი მისახვედრია, რა ღვთისმოსავი საქმეები ჩაიდინეს ამ დედოფლებმა, რომ მუდამ კრიშნას მომღიმარის სახითა და მოსიყვარულე მზერით ტკბებიან. ვიდრე უფალი კრიშნა ასე მიდიოდა გზაზე, ზოგიერთმა მდიდარმა მოქალაქემ პატივისცემა და ყოველგვარი ცოდვილიანი მოქმედებისგან თავისუფალმა უფალს სასიკეთო საგნები მიართვა, რათა სათანადოდ მიეღო იგი ქალაქში. ამდენად ისინი თაყვანსცემდნენ მას, როგორც თავმდაბალი მსახურები. როდესაც უფალი კრიშნა სასახლეში შევიდა, იქ მყოფი ყველა ქალი უბრალოდ მისი დანახვით სიყვარულით აივსო. მათ უმალვე მიაპყრეს უფალ კრიშნას სიყვარულითა და სინაზით გაბრწყინებული თვალები. უფალმა კრიშნამ კი გაიღიმა და მიიღო მათი გრძნობები და დახვედრა. როდესაც კუნტიმ, პანდავების დედამ, თავისი ძმისწული, უფალი კრიშნა, ღმრთების უზენაესი პიროვნება დაინახა, სიყვარულმა და ნაზნმა გრძნობამ მოიცვა. მაშინვე წამოდგა საწოლიდან, მიუახლოვდა თავის რძალთან დრაუპადისთან ერთად და დედური სიყვარულითა და სინაზით მოეხვია მას. კრიშნას სასახლეებში მობრძანების სიხარულმა ისე დააბნია მეფე იუთიშტირას, რომ სულ დაავიწყდა, რა უნდა მოემექმედებინა კრიშნას სათანადოდ დასახვედრად და თაყვანისაცემად. უფალი კრიშნა სიხარულით დაიხარა და მოწიწებით სცა თაყვანი კუნტისა და სასახლის უფროს ქალებს. მისი უმცროსი და სუფად, რაც დრაუპადისთან ერთად იდგა და ორივე მოწიწებით სცა თაყვანი უფლის ლოტოსის ტერფებს. დედამთილის მითითებით დრაუპადიმ ტანსაცმელი სამკაულები, გირლანდები შემოიტანა და ყველაფერი დედოფლებს რუკმინის, სატიაფამას, ფადრას, ჯამბავატის, კალინდის, მიტრავანიდეს, ლაქშმანასა და ერთგულ სატიას მიართვა. პირველ რიგში კრიშნა ამ უფროსმა დედოფლებმა მიიღეს, შემდეგ კი სხვა დედოფლებსაც სათანადოდ შეეგებნენ. მეფე იუთიშტირამ ყველაფერი მოამზადა კრიშნას მოსასვენებლად და ისრუნა, რომ ყველა მისი თანხლები, სახელდობრი მისი დედოფლები, მებრძოლები და მრჩევლები მოხერხებულად მოესვენებინათ. მან ისე მოაწყო, რომ პანდავებთან სტუმრობისას მათ ყოველდღე რაიმე სასიამოვნო სიახლე ელოდათ. სწორედ ამ დროს უფალმა შრი კრიშნამ არჯუნას დახმარებით ცეცხლის ღმერთის აგნის დასაკმაყოფილებლად ქანდავას ტყის თანთქმის საშუალება მისცა მას. ტყის ხანძრის დროს კრიშნამ გადაარჩინა დემონი მაიასურა, რომელიც ტყეში იმალებოდა. ამის გამო მაიასურა პანდავებისა და უფალი კრიშნას წინაშე დავალებულად გრძნობდა თავს და მეფე იუთიშტირას საამებლად
ქალაქ ჰასტინაპურაში საკრებულო სახლი ააგო. უფალმა კრიშნამ რამდენიმე თვე დაჰყო ქალაქ ჰასტინაპურაში. ამ ხნის განმავლობაში იგი აქეთ-იქეთ სეირნობით ერთობოდა. არჯუნასთან ერთად ეტლით მიდიოდა ხოლმე. უკან კი მრავალი მებრძოლი და ჯარისკაცი მიჰყვებოდა.